უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან პრემიერის ინიციატივისა და მთავარი პროკურორის ბრიფინგის შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. ბედუკაძის იმუნიტეტის ხარისხს შევამცირებდი. კბილაშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მმართველი პარტიის წევრთა ძირითადი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას იზიარებს და ამბობს, რომ წამებაში ბრალდებულის გათავისუფლება არ შეიძლებოდა. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ჩვენ, რომ რამდენჯერაც რომელიმე მოსამართლის ან პროკურორის კანონიერი გადაწყვეტილება არ მოგვეწონება იმდენჯერ მოსამართლე და პროკურორი თანამდებობიდან გავათავისუფლოთ, მაშინ სად მივალთ? რამდენი მიღებული კანონი პარლამენტის ვინმეს არ მოეწონება, მაშინ პარლამენტიც უნდა გადადგეს და ასე შემდეგ. ანუ საქმე რაშია? ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უკანონო გადაწყვეტილება და კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს განსხვავებული რომელზეც განსხვავებული ხედვა შეიძლება აღმოაჩნდეს სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ მოქალაქეს. არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და მისი მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ მათ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა მოსამართლემ. ანუ იმ ინსტიტუტმა, იმ თანამდებობის პირმა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის უზენაესი და ვინც წყვეტს და ვის მოსაზრებას თუ გადაწყვეტილებას აქვს ყველაზე სერიოზული დატვირთვა. კანონიერი არა იმე თუ უკანონო. შეფასებებს რაც შეეხება, აქ შესაძლოა იყოს განსხვავებები და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავარი პროკურორი მოსაზრება არ არის საყოველთაოდ გაზიარებული. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ასეთ ვითარება გვაქვს. ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მომიწია ასთა ურთიერთგაცვლა ამ თემაზე კოალიცია ქართული ოცნების შიგნით, მე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობა თვლის, მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება ალბათ არ არის მიზანშეწონილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი შემთხვევა ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და იურიდიული დახვეწის თვალსაზრისით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა თავისთავად ის რაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდან ამ საკითხში ჩაღმავება, პრობლემის სიღრმის გახსნა, ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ. იურიდიული კონტექსტი ამ შემთხვევაში უკან არის დაწეული, აქ არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტი, რომელშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში და ამ ტრაგედიის შედეგების განხილვაში. საქართველოს კანონმდებლობა დიდ გასახანს არ იძლევა იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება ბედუკაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო, რაღაცა ფორმით გადაისინჯოს. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების პირობები დაამტკიცა მოსამართლემ. მე რომ ყოფილიყავი იმ წუთში გადაწყვეტილების მიმღები, რა თქმა უნდა, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც ბედუკაძემ მიიღო, შევამცირებდი, თუნდაც პირობით მსაჯელზე მოხდებოდა შეთანხმება. ნუ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს მომავალში. ბუნებრივია ხა, როცა საპროცესო შეთანხმება იდება, ან როცა სასამართლო განაჩენს გამოვიდა, იქ ამის შეცვლა გზა არ არსებობს, თუ არ იქნება რაღაც ახალი გარემოებები, ახალი ფაქტები. ზოგადად წამების წინააღმდეგ ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი და ამაზე მეტყველებს ის 2300-მდე დაკითხული პირიც, რომლებიც უკვე დაკითხა პროკურატურამ და წამების ის მეთოდები, რომლებიც გამოვლენილი იქნა და რომლებიც პროკურატურამ, მთავარმა პროკურორმა საზოგადოებას დაურბინა თავისი ხედვა. მე ისე ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა მე ვიზიარებ პრემიერის პოზიციას და მე ვიტყვი, რომ მართლა უნდა გაიზიაროს რა თქმა უნდა პრემიერის პოზიცია. მადლობა. თეატრულუკიანმა არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს ნაციონალური მოძრაობა მთავარი პროკურორის ბრიფინგს ეხმაურება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრმა უნდა აიღოს და დაშვებული შეცდომისათვის პოსტი მთავარ პროკურორს დაატოვებინოს.
ჩვენ მოვითხოვთ დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის დაფარვის ფაქტს. როდესაც ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ამ დროს საქართველოს გენერალური პროკურორი გახდათ თია წულუკიანი. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ თია წულუკიანმა აიღოს პოლიტიკური პასუხისგებლობა და გადადგას შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები. ანუ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მან გაათავისუფლოს არჩილ კბილაშვილი დაკავებული თანამდებობიდან და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი თია წულუკიანმა უკვე დაიწყოს. რა მივიღეთ მას შემდეგ, რაც ბატონი კბილაშვილი მოვიდა მთავარ პროკურატურაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველა პირი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულში და რომელიც დაკავებული იყო წინა ხელისუფლების მიერ დანაშაულის გამოვლენისთანავე, ეს პირები ფაქტობრივად დარბაზებიდანვე გაათავისუფლეს და მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი რეალურად არც განხილულა. თქვენ იცით, რომ არის ესეთი ფაქტი, როდესაც წამებისთვის მსჯავრდებული პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა ადამიანის წამებისთვის, დღეს დანიშნულია თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობას. ამაზე არის საუბარი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა. თუ მიმდინარეობდა ასეთი მასშტაბით ადამიანების წამება და იყო ხალხი, რომელმაც ამის შესახებ იცოდა, რომელსაც ამის შესახებ დოკუმენტური დადასტურება ჰქონდა ფირების სახით და ხმას არ იღებდა ერთი წელიწადი და ერთი წელიწადი ხმას არ იღებდა იმისთვის, რომ დაეცვა ადამიანები წამებისთვის, ყველა ესეთი ადამიანი ჩემთვის არის წამების თანამონაწილე, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ და მე მოვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ საქმეზე, დადგინდეს ვის გადაეცა ფირები 2011 წლის სექტემბერში, ვინ ინახავდა ერთი წელი რეაგირების გარეშე ამ ფირებს და დაიკითხოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ საქმესთან, მათ შორის გენერალური პროკურორის ჩათვლით.